როდესაც ახალი დანიშნული გახლით და ეს შეხვედრა სულ მახსენდება და დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, ეს ის პერიოდია 2021 წლის მარტი-აპრილის თვეა, როდესაც საქართველოზე არ არის ჯერ დაწყებული ის გაუგონარი დარტყმები, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. ამ დროს მე მიბარებს ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩი თავისთან რეზიდენციაში. აქვე აღნიშნავ, რომ ეს არ იყო საფრანგეთის ელჩი, შეიძლება ვინმეს ჩემი ასე ვთქვათ ფრანგული წარსულიდან გამომდინარე ეგონოს, რომ ეს საფრანგეთის ელჩი გახდათ, ეს ასე არ იყო. და მეც როგორც ბიძია თომა მივეახლე და გისმენთ რატომ მიბარებთ ბატონო? მან მითხრა, რომ კარგიაო გილოცავთო რომ დაინიშნეთო, მაგრამ მაქვსო პრობლემაო თქვენთანო. პიროვნულად თქვენთან. დიახ, გისმენთ ბატონო რა პრობლემა გაქვთ? და არის რაღაცები, რასაც ადამიანი გონებაში მახსოვრებ, ყურით სმენით იმახსოვრებ, იმიტომ რომ სულ ჩაგესმის, ხომ? ამ შემთხვევაში აი ის რაც მე თვალებში დამრჩა არასდროს არ დამავიწყდება. მან გულის ჯიბიდან მოიყო მარცხენა მხრიდან პატარა ფურცელი. ფურცელი, რომელიც გაშალა და მითხრა, რომ მე მაგალითად არ მომწონს და მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ აი ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ. ეს იყო ძალიან პატარა სია. ვინცაც კი თქვენ ხედავდით და ხედავთ დღეს, რომ ყვირის და იყო უკმაყოფილო წულუკიანის მმართველობით და დღეს უფრო ფართო მასშტაბებში შეიძინეს და არის უკმაყოფილო ქართული ოცნებით, ყველა იყო ამ სიაში. ეს იყო პატარა ჯგუფი ადამიანების, მყირავა ხალხი, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ წლების მანძილზე. ხელისუფლებები მიდიოდნენ, მოდიოდნენ, პარტიები მიდიოდნენ, მოდიოდნენ. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გულისხმობ პერიოდს. მინისტრები იცვლებოდნენ, იყვნენ ქალები, კაცები, ასეთები, ისეთები, მოსაწონი ყველასთვის და მოუწონარი ზოგისთვის, მაგრამ ისინი კვლავ იყვნენ მუდმივად იქ, სადაც იყვნენ და მუდმივად ფინანსდებოდნენ. რითი ახსნით ამას? აი ეს არის რაც შეიცვალა. მე მაშინ ძალიან უსიამოვნო საუბარი მქონდა კონკრეტულ ელჩთან. რა თქმა უნდა, იმ ზრდილობის და იმ ეტიკეტის ფარგლებში